მეგობრებო, ვინაიდან წინა საახალწლო დღეები გვაქვს ახლა და საერთოდაც ძალიან დიდი სურვილი მაქვს მე პირადად, რომ ყველა იყოს ბედნიერი, მაგრამ ყველას ჩვენი პერიოდები გვაქვს რთული, კარმული, ასე ვთქვათ, სადაც რაღაცებს ვსწავლობთ, ვიზრდებით როგორც პიროვნება, ვიღაცები გვშორდებიან, ვიღაცებს ხვდებით იმისთვის, რომ ვიღაცებს იმისთვის ვშორდებით, რომ ვიღაცა უკეთესებს და საჭირო დროს, საჭირო ადამიანებს შეგვახვედროს სამყარომ, ღმერთმა, ცხოვრებამ, ვიზრდებით ყველანაირად, აქედან გამომდინარე რაღაც რთული პერიოდები ცხოვრებისეული. თუ ურთიერთობას ავიღებთ, თითქმის კი არა ყველა ადამიანს აქვს და მე მინდა რომ წინა საახალწლოდ ყველა იყოთ ძალიან ბედნიერები, ძალიან მომღიმარები, სიხარულისგან, ბედნიერებისგან, აქედან გამომდინარე ვცდილობ ისეთი თემა ვიპოვო, რომელიც ასე თუ ისე რაღაცნაირად ნუგეშისმცემელი და გასახარებელი იქნება, რომ წინა საახალწლოდ ელოდოთ აი ამ ბედნიერებას და დარწმუნებული ვარ, რომ რაღაცნაირად შინაგანი მეუბნება, რომ ეს გაშლა გამოვა სასიამოვნო. თემა იქნება ასეთი. შეგახვედრებთ კიდევ თუ არა, ცხოვრება და ბედი ამ ადამიანს ისევ გამოჩნდება თუ არა თქვენ ცხოვრებაში საახალწლოდ, აი რაღაცა ჯადოსნურ ღამეს, ეს იქნება 31 დეკემბერის ღამე, 1 იანვრის ღამე, თუ 14 იანვრის ღამე, ან შობის ღამე, აი ესე წინა საახალწლო პატარა ჯადოსნურ დღესასწაულს თუ უნდა ელოდოთ ამ ადამიანთან ერთად, მოდი ესეთი გაშლა იყოს. იმისთვის რომ გაიგოთ რამდენად თქვენია ეს გაშლა პირადად, რაღაცეები შეიძლება ყველასთვის არ დაემთხვეს, ზოგისთვის შეიძლება სრულად რეზონირდეს, ესეც უნდა ვიცოდეთ საერთო გაშლისას, მეგობრებო. პირადი გაშლებისთვის გადმოდით Telegram-ზე. ეს ფილტრი არის ჩემი შექმნილი, შეგიძლიათ საახალწლო დღეები მორთოთ ამ ფილტრით და გაილამაზოთ. ლაიკები არ დაგავწყოთ, მეგობრებო, ძალიან გთხოვთ და გაზიარება და თქვენი კომენტარები ძალიან სიამოვნებს ყველას წაკითხვა. ვინ ხართ თქვენ? ეხლა რა ენერგიებში ხართ, რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა. გაშლას ისევ მანარაზე ვაკეთებ, რუიან ჟეზლზე. არის საუბარი, ტემპერამენტი და ცეცხლოვანება გაქვთ ჭარბად. ეს არის როგორც ურთიერთობის ენერგეტიკა, ცეცხლოვანობის, ასევე თქვენი ენერგეტიკა, შეიძლება ცეცხლის სტიქიას წარმოადგენთ უბრალოდ და ლომი ვერძი ან მშვილდოსანი ბრძანდებით ჰოროსკოპი, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა ამას ესეთი მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ის, რომ ძალიან ჩქარ ენერგიებში ხართ, მოსწრების ენერგიებში ხართ, რაღაცა მიწერ-მოწერის რეჟიმში ხართ, გაქცევა-გამოქცევის რეჟიმში ხართ, უფრო მეტად ინტერნეტში რაღაცის ძებნას, რაღაცის მიმოწერებს, რაღაც ვითარებას ჩქარობთ და მოსწრებაზე ხართ, ესე ვიტყოდი. შეყვარებულ მამაკაცად ჩვენ, რომელიც მიდის თავისი სიყვარულის მოსატაცებლად, ასე ვთქვათ. გაშლა არის ორივე სქესისთვის, მაგრამ ვინაიდან კარგმა მამაკაცი მიჩვენა, გეტყვით მამაკაცებზე ვისაუბრებ და ქალბატონებო, ამჯერად თქვენ მოირგეთ ეს გაშლა თქვენთვის. თუმცა საოცარია, რომ ქალი გამოვიდეს მამაკაცთან და წინა საახალწლო ან საახალწლო დღეებში ჯადოსნური ესეთი დღე მოგიწყოთ, მაგრამ მამაკაც საჩვენებელი. ან თქვენ ბრძანდებით ეს მამაკაცი, ვისაც უნდა რომ მივიდეს თავის საყვარელი ქალი, მოიტაცოს, გადაიყიდოს ესე ნადავლად და წაიყვანოს და მართლაც რომ ჯადოსნური რომანტიული საღამო და დღე მოუწყოს მის საყვარელ ადამიანს, ან ეს თქვენი პიროვნება მოდის და მორბის და ისე აი მეომარივით, გლადიატორივით, თავის ნადავლივით გადაგიკიდებთ გვერდზე ერთი სული აქ და წაგიყვანთ, მოგიტაცებთ, განგაშორებთ, ასე ვთქვათ, ქალაქის ხმაურს, ქალაქგარეთ იქნება ეს თუ რაღაცა პატარა ქოხი იქნება თუ თუნდაც პატარა რესტორნის პატარა კუპე იყოს, სიტყვაზე ვამბობ მაგალითზე, ძალიან დიდი სურვილი აქვს მოკლედ ამ მამაკაცს რომ მოვიდეს და ესე გადაგიკიდოთ და განგამარტყოთ სამყარომ აი ამ ჯადოსნურ დღესასწაულებში. თუ ხვდებით რომ ენერგეტიკა თქვენია და რაღაცნაირად გრძნობთ რომ თქვენია ეს გაშლა, წავედით მაშინ ვნახოთ. ექნებათ თუ არა ასეთი პატარა ჯადოსნური დღესასწაული ამ საახალწლო პერიოდში. იანვრის ბოლომდე მოქმედებს ეს გაშლა პრინციპში. თუ იანვრის შემდეგ ნახავთ და შეგხვდებათ ეს ვიდეო, მაშინ დამიწერეთ მოხდა თუ არა ასეთი ჯადოსნური დღე. ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ ესეც ძალიან საინტერესო იქნება.
მოკლედ მოხდება თუ არა გავიგოთ. 200 მეგობრებო. ეს არის გულწრფელი სიყვარულის კარტი. ეს არის ორი ადამიანის თასი, ემოცია, რომელიც არის სრულიად გულწრფელი და ერთნაირი. აი, ერთი ემოცია აქვთ, ერთმანეთს ავსებენ, სულიერად ავსებენ, ავსებენ ფიზიკურად, ავსებენ ფსიქოლოგიურად, ერთმანეთს გვერდში უდგანან, გულწრფელი ემოციებია. აქ არ ჭირდება ადამიანებს ზედმეტი სიტყვების თქმა, როცა თვალში გაუყრი და მის პიროვნებას კითხულობ, რა უნდა, რა აწუხებს, ყველაფერს გრძნობ, უსიტყვოთაც კი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ორი ადამიანისთვის, უთქმელიც კი, რომ ესმით ერთმანეთისთვის. ასეთ პიროვნებად ხართ წარმოჩენილი და ასეთი არის თქვენთვის ეს ადამიანი, მისთვისაც ძალიან გულწრფელი და ემოციური ქალი ხართ, რომელსაც ძალიან უნდა რომ ჩაეხუტოს, მიულოცოს ეს დღესასწაული, ეს ტბა, წყალი, ზღვა საერთოდ ძალიან დიდი ემოცია და ამ ემოციაში ჩაძირულები ხართ ამ სიყვარულის და ზღვის ემოციაში, ასე ვთქვათ, და ორივე ბანაობთ და თქვენი მხრიდან აჩვენებენ, რომ ცოტა არ იყოს რაღაცა ცხვირი აბზუებული გაქვთ ამ მომენტისთვის და გაბრაზებული ვითხართ მასზე, თითქოს რაღაცა მიქარა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანი თავს არ განებებთ და არც დაგანებებთ. აგერ უკნიდან დგას და ათვალიერებს სიტუაციას, ათვალიერებს როგორ მოგხიბლოთ, როგორ შეგირიგოთ, ზედიზედ ყველა კარტი ამოდის თასების. ემოციურად არის ძალიან თქვენთან მიმართებაში განწყობილი, ეხლა ძალიან ნერვიულობს და ენატრებით თქვენთვის საყვარელი ადამიანია, ძალიან უყვარხართ და ძალიან დიდი ემოციები აქვს თქვენ მიმართ, შანსი იმისი, რომ მოვიდეს და გაგიმხიარულოთ 1 საათი როგორც მინიმუმ, 1 დღე თუ არა, ამ საახალწლო დღეებში აუცილებლად გექნებათ სამყაროსგან და ეხლა გავიგოთ გადმოდგავს თუ არა ამ შანსს გამოიყენებს თუ არა თავად ეს ადამიანი და დატკბება თუ არა ამ ჯადოსნური დღესასწაულის დღეებით და დაგატკბობთ თუ არა თქვენს. იმპერატორი მოდის, თქვენც მას ელოდით. ეს კარტი ყველაფერს გვეუბნება პრინციპში. თუმცა აქ გოგონას აქვს, მინდა განახოთ არ ჩანს, მაგრამ ცოტა იარები აქვს ბეჭებზე. ეს არის, ასე ვთქვათ, პატარა ტანჯვა გადატანილი გოგონა, რაღაცა თავის გულის ტკივილით წარსულ ცხოვრებაში, სადაც მისი იმპერატორი მოდის და, ასე ვთქვათ, მოიტაცებს და გადაიკიდებს სწორედ ისე ბეჭებზე და წაიყვანს, როგორც მას ეს გეგმაში აქა ესე რომ მიეხუტოს, მოიტაცოს და წაიყვანოს. ამაზე ოცნებობს, თქვენ ხართ ქალი, მისთვის ოცნება, ვარსკვლავი, 6 ახმალი ვარსკვლავის კარტი არ არის, ეს არის მენტალური ფიქრი და აზროვნება ამ ადამიანზე, ღამეც კი მთვარესთან ერთად თქვენზე ფიქრებით იძინებს და შეიძლება ზოგიერთისთვის ასეც იყოს, რომ ლოცულობს იმ მომენტზე, აი თქვენი ხატება, რომ რეალობაში ექნება, რომ შეგეხოთ ხელით, დატკბეს და თქვენც დაგატკბოთ ამ ენერგეტიკით და ძალიან კარგად იცის, რომ ელოდებით მის წერილს, მის მოსვლას. სწორედ იმ დროს მოვა უკვე რო აღარ დაელოდებით, მინდა გითხრათ, აი უკვე დაღლილია გოგონა ამ წერილების გადაკითხვით, 10,000 ჯერ აქვს უკვე დაზეპირებული აქვს მისი მოწერილი წერილები და უკვე კარისკენაც აღარ ეყურება, უკვე თითქოს გულდაწყვეტილია, რომ არ მიულოცეს, მაგრამ აი სწორედ მაშინ გამოჩნდება მისი იმპერატორი, მისი სიყვარული ადამიანი, აუცილებლად მოვა, სწორედ მაშინ შეიძლება როცა აღარ დაელოდებით, შეიძლება ზოგიერთისთვის იყოს გვიანი ღამე, როცა მესიჯსაც არ დაელოდები, როგორც მინიმუმ, აი 90%-ისთვის როგორც მინიმუმ. ეს იქნება მისი მოსვლა ნამდვილად და თქვენი გადაკეთება ნადავლად და წაყვანა და ამ დღესასწაულის და ამ ჯადოსნური დღის და რაღაცა კიდევ ვიმეორებ ტავტოლოგისთვის ბოდიში დღესასწაულის მოწყობა ორივეს თქვენთვის დანარჩენი 10-20% მაქსიმუმ ამ ადამიანებისთვის მხოლოდ SMS-ით და რაღაცა დარეკვით და იმით მაინც მოგილოცავთ და გაგიხალისებთ და გაგიბედნიერებთ დღესასწაულს, ეს თუ ტერიტორიული სიშორე გაქვთ და მენტალურად თუ ბოლო პერიოდში დაშორდით მაგ ადამიანებისთვის, მაგრამ ეს ადამიანი თქვენზე ოცნებობს, მისთვის ხართ